გამარჯობა, დღეს ისაუბრებთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გმირულ ბრძოლაზე საქართველოს ისტორიაში. კრწანისის ომი. ეს ომი საქართველოსთვის ყველაზე მძიმე და ისტორიული დღეების დასაწყისია. სახელგაბმულ მეომარს მეფე ერეკლე მეორეს რუსეთმა დაპირებული სიმშვიდესა და აყვავების ნაცვლად ქართლ-კახეთში დიდი ფოთვა და არეულობა მოუტანა. უფრო დეტალურად ამ ამბის შესახებ გვიამბობს ქეთა გიორგაძე და აგუხსნის თუ რა მიზნით შემოიჭრა აღა მაჰმად-ხანი საქართველოში. მოგესალმებით, აღა მაჰმად-ხანი მისი ძალაუფლების განსაკუთრებიდან ერეკლე მეორეს თხოვს, რომ ქართლ-კახეთის სამეფოზე სპარსეთის ბატონობა აღადგინოს და რუსეთთან კავშირი გაწყვიტოს. გეორგიევსკის ტრაქტატის მოყვანილი ერეკლე მეორე რუსეთს დასახმარებლად მიმართავს. ამ დროს კი ჩვენსკენ მოემართება ირანის შაჰი 35,000-იან აზიმთან ერთად. დაბანაკდება მდინარე მტკვრის სანაპიროზე, ეგრეთ წოდებულ სარვადის მოედანზე. მადლობა ქეთა ინფორმაციისთვის. ახლა კი მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ჩაგვართება ქრისტინე ქოქოშვილი. მოგესალმებით. როგორც ხედავთ, მტრის მრავალრიცხოვანი ჯარი არის განთავსებული და ემზადებიან ირიშისთვის. ახლა გადმოვინაცვლეთ თბილისის მისადგომებთან, სადაც ნისლია ჩამოწოლილი. ხილოდობა თითქმის არ არის, ამით საიგებოს მტრის ჯარი და ზურგიდან მოტევს ქართველთა ჯარს. მადლობა ქრისტე ინფორმაციისთვის. ასევე ჩვენ შეგვიძლია გავისაუბროთ მოწინავე რაზმის მეთაურს იოანე ბატონიშვილს, რომელიც გვიამბობს თავისი გეგმების შესახებ. გამარჯობა, ჩემი მოწინავე რაზმით გადავედი სოღანგულთან. აქ გაჩაღდა ბრძოლა და მტერმა უკან დაიხია. არის საშიშროება, რომ სპარსელებმა იერიში მიიტანოს თბილისზე. მაგრამ ჩვენ მედგრად დავხვდებით მტერს და სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძვით. ეტავზე სხვა დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგაწოდეთ. დაველოდოთ მონელების გავითარებას. მადლობთ ყურადღებისთვის. ასევე ხელწერტილში იმყოფება გიორგი ახოვაძე. გიორგი, გთხოვთ მოგვაწოდოთ რა ინფორმაცია არის თქვენთვის ცნობილი. მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვიწყობთ მდინარე მტკვართან, სადაც აღა მაჰმად-ხანის რაზმია დაბანაკებული. ქართველების ძლიერი შეტევის გამო აღა მაჰმად-ხანმა უკან დახევას კი განიზრახა. მაგრამ როგორც ჩანს, აქ მოსულები არიან მოღალატეები, რომლებმაც აღა მაჰმად-ხანს აცნობებს საქართველოს მცირერიცხოვანი ჯარის შესახებ. ახლა კი აღა მაჰმად-ხანმა შეცვალა გადაწყვეტილება და ქართველთა რაზმს ახალი ძალებით შეუტევენ. როგორც ხედავ, პოზიციებზე არის განლაგებული აღა მაჰმად-ხანის ჯარი და სავარაუდოდ მალე შეტევაზე გადავლა. აქ რაღაც უცნაური ხმები ისმის და უახლოესი ინფორმაციით დაგიბრუნდებით. გვიამბობს რა ხდება ამ წუთებში ბრძოლის ველზე. შაჰის მობრუნების შემდეგ მეფე ერეკლემ ვერ შეძლო ჯარის შეკრება და მხოლოდ მოხალისეთა რაზმის იმედად არის დარჩენილი. მოხალისეთა რაზმში შედის 300 არაგველი გლეხი. მათ ბრძოლის წინ ფიცის ყიდანის. ამ გამარჯვება მტერზე არის სიკვდილი ბრძოლის ველზე. ამ ვაჟკაცურ ფიცს ვაჟკაცურად უასრულებენ ჩვენი ქართველები. ცნობილია, რომ მათ ერეკლე მეფეს გადაარჩინეს სიკვდილს და გამოიყვანეს ბრძოლის ველით. ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რომ გადარჩენის შანსი ნაკლებად აქვთ, მაგრამ პირდაპირ ეკვეთებიან მტერს ჩვენს საზღვარს. დიახ, ჩვენ ნათლად ხედავთ მათ სულისკვეთებას. სამწუხაროდ მოღალატეების გამო უამრავი მებრძოლი გამოაკლდა ქართველთა ჯარს. ახლა კი მოვუსმინოთ ექსპერტების შეფასებას ამ ისტორიული ბრძოლის შესახებ. უთანასწოროა კრწანისის ბრძოლა, რადგან სპარსელებს მრავალრიცხოვანი ჯარი ყავს და რუსეთის დახმარების მომლოდინე ერეკლე მეფე მტერს მოუმზადებელი შეხვდა. მიუხედავად ჯარის სიმცირისა, ქართველები მაინც თავგაწირვით იბრძვიან სამშობლოს სიყვარულისთვის. ისინი ცდილობენ, რომ სპარსელებმა არ გამოიყენონ ჭარბი ძალა. მიუხედავად თავგაწირული ბრძოლისა, ქართველები მაინც მარცხდებიან.
მოგახსენებთ ქართველნო, ვიწვნიეთ საშინელი მარცხი, დაიხოცა უამრავი აბჯროსანი, დააშავდა ქართველი დედები და დაუბრუნდნენ ბავშვი. რუსეთმა არ შეასრულა 1793 წელს დადებული ხელშეკრულების პირობა, არ გამოგვიგზავნა ჯარი და საშინლად დაუმარცხდით. ბრძანისის დამარცხება განაპირობებს სამომავლო ურთიერთობებს რუსეთთან. ის მოღალატეა, ისევ ჩვენი თავის იმედად უნდა ვიყოთ.